მისი ფარული შიშები და აკვიატება თქვენთან მიმართებაში. დღეს გავივლით ამ ძალიან საინტერესო გაშლას, საოცარი და ულამაზესი ახალ-ახალი დასტით შემოძურფასებო. აუცილებლად არ გავიწყდებათ subscribe ღილაკის აქტიურება, რათა პირველებმა ნახოთ ახალ-ახალი გაშლები და ასევე მე შემოგთავაზებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი subscriber-ებისთვის, ანუ გამომწერებისთვის საჯარო რიტუალებს, რომელშიც პირდაპირ მოვიხსენიებ თითოეულ ჩემს გამომწერს, ეს იქნება ფინანსური და საშუალო მიმართულებით, ასევე წვენდების მიმართულებით, ასე რომ გამომწერეთ დიდ benefit-ებს მიიღებთ და ეხლა დავიწყოთ, გავაკეთოთ ვარიანტი შემოძურფასებო. მას ასე გავაკეთოთ, როგორც გითხარით, 3 ვარიანტი. მოდი გასაღებები გამოვიყენოთ, შემოკარგებო. პირველ ვარიანტზე წავიდეს, აი ესეთი საოცრება. მეორე ვარიანტზე დამიძახა ამ კონკრეტულმა გასაღებმა. ხოლო მესამე ვარიანტზე შემოკარგებო, აი ესეთი საოცარი გასაღები. აბა ახლა კარგად დააკვირდით. წარმოედგინეთ ჩაფიქრებული ადამიანის სახე და მოდი გავიგოთ მისი შიშები და ფარული აკვიატებები თქვენთან დაკავშირებით. რადგანაც მინდა რომ მეორე ვარიანტით დავიწყო და პირველს და მესამეს დროებით გავწევ, შეგიძლიათ სამი პიროვნება ჩაიფიქროთ, შემოკარგებო, არავითარი პრობლემა არ არის. მეორე ვარიანტი. ნახოთ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის შიშები და აკვიატება თქვენთან დაკავშირებით. ადამიანი ხმების მეფის ენერგიებით არის წარმოდგენილი და საკმაოდ კარგი манипуляტორი ცი, მგონებაზე მოქმედი მამაკაცის მასკულინური ენერგიები წამოვიდა, სავარაუდოდ მამაკაცი არის ჩაფიქრებული, ან შეიძლება იყოს ქალბატონი საკმაოდ ძლიერი და მასკულინური შეუვალი ენერგეტიკით. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავს ბალანსს და ყოველთვის მისთვის სასიკეთოდ გამოყავს სიტუაცია. შეიძლება იყოს კონკრეტული დაფარული სიუჟეტები მის ცხოვრებაში, რომელიც სხვანაირად არის გადმოცემული თქვენთან. ან სურს რომ სხვაგვარად წარმოჩინდეს, ან შესაძლოა სურდეს რომ სულაც არ გაიგოთ ეს ამბავი. მისი შიში ამ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირებით, მისი ეშინია ამ ადამიანს. ნახოთ. ეშინია რომ თქვენი ურთიერთობა ამ ამბის გაჟღერების შემდგომ არ იქნება ისევ ისეთი, როგორც იყო ეს ყველაფერი წარსულში. არადა ეს ამბავი თქვენთან მოისწრაფის დღე-დღეზე ფაქტიურად ამ ყველაფერს გაიგებთ სულ მალე, რამოდენიმე დღეზე არის საუბარი, რას ფარავს, რას მალავს ეს ადამიანი, ის ეშინია რომ თქვენ გაიგებთ, რა საინტერესოა. ადამიანს შეიძლება კონტექსტ დანაზოგი შემოკარგებო, რაც თქვენთვის აქამდე უცნობი არის. ფულადი დანაზოგი, რომელსაც შეიძლება მალავდეს. კი ბატონო, პირდაპირ გიდასტურებთ პენტაკლების ტუზის ენერგიებით შემოკარგებო, სრულიად მარტო აგროვებს ეს ადამიანი ყოველს დახმარების გარეშე და არც უნდა გაზიარება სხვათა შორის, ცოტა ეგოიზმი, ჰაერის ნიშანი ხომ არ არის სხვათა შორის, იმიტომ რომ რატომაც წამოვიდა ესეთი მინიშნება ინტუიციურად. შეიძლება ადამიანს ოჯახის სიმყარეზე სტაბილურობაზე კონდეს ესეთი შეხედულება, რომ თლად მან არ უნდა არჩინოს ოჯახი, ან უნდა აუცილებლად ხელი შეუწყოთ, ხო, უნდა იყოს 50-50-ზე თქვენი მხრიდან დახმარებაც, მაგალითად, ახლა თქვენ რომ გაიგოთ, რომ მას ფინანსური დანაზოგი აქვს, შესაბამისად ეს დახმარება შეუწყდება, ამიტომ ნამდვილად არ აწყობს ეს ყველაფერი. თუმცა თქვენ ზურგს უკან კარგად ხარჯავს, მინდა გითხრათ შემოძურფასებო. არიდებული აქვს თავიდან ძალიან ბევრი პრობლემა, იმიტომ რომ თქვენ აგვარებთ ამ ყველაფერს და სულ თავისუფლება ფაქტობრივად შეიძლება ითქვას. ხო, კარგი ამბების დასაწყისი მის ცხოვრებაში, სიახლეები, რაღაცას გეგმავს ისევ და ისევ თქვენ ზურგს უკან, შეიძლება იყოს პროექტი, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო ბევრ ფულს მოუტანს მას. გავიგეთ რის ეშინია ამ ადამიანს. რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით, ერთი ესეც გავიგოთ. გრძნობს რომ თქვენ აძლევთ მას ამ ყველაფრის ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიის მომტანი ხართ მისთვის, შემოკარგებო. თუმცა რეალურად შინაგანად ძალიან მარტოა ეს ადამიანი, ვერ გეტყვით რატომ, როგორანაირად, ძირითადად ხშირად არის ხოლმე საჭესთან, მანქანიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება ფიგურირებდეს, ან ადამიანი გადაადგილდება და შემოსავალთან პირდაპირ კავშირში არის გადაადგილება ტრანსპორტი, მანქანა, ხო, შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტრანსპორტი. რას გრძნობს გავიგეთ შემოძურფასებო, თქვენ რამდენ ხანში გაიგებთ ამ ამბავს, ესეც გავიგეთ, შესაბამისად მეორე ვარიანტს დავემშვიდობები, მადლობა ყურადღებისთვის და მოდი გადავიდეთ პირველ ვარიანტზე. აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ფარული შიშები და ფიქრები, თუ რას გრძნობს ეს ადამიანი, ასევე გავიგოთ. ნახოთ, პირველი ვარიანტი.
შეზღუდვა ენერგეტიკულ დონეზე, შეზღუდვა, რომელიც ფიზიკურ დონეზე ადამიანის წარუმატებლობის სახით ვლინდება, რა საერთოდ არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა წამოიწყოს ამ ადამიანმა, ხშირად ეშლება ხელი, ფაქტიურად აი განაღდებული სიტუაციაც რომ არის ხოლმე, ამ შემთხვევაზეც არის საუბარი. მამე დამოკიდებულებები ჩემო უფასებო. მიჯაჭვული არის ეს ადამიანი, შესაძლოა იყოს კონკრეტული ნივთიერებები, კონკრეტული მიმართულებები სხვადასხვა სახის მავნე მიჯაჭვულობებში იმყოფება, იტანჯება შიშებშია სხვათა შორის, ასევე შეიძლება გიმალავდეთ, შეიძლება იყოს რაღაცების გაბოლება, რაღაც ნივთიერებების მიღება. ოჯახის სტრუქტურა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სიტუაციის გაჟღერება მას პირდაპირ რეპუტაციულ განადგურებას მოუტანს და შესაბამისად ეს მას არ აწყობს, თუმცა საკუთარი ძალებით ვერ ელება ამ მავნეჩვევას, მავნე დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ეს არის გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე მისი ნებისყოფა. ხომ არ არის კარმული მიჯაჭვულობა ამ შემთხვევაში მოდი გავიგოთ არის თუ არა ეს მავნე მიჯაჭვულობა კარმული ვნახოთ. სხვადასხვა კარმული არ არის ახალი დაწყებული შეიძლება კონდეს ეს მიჯაჭვულობა, რასაც ესე მოწადინებით მალავს, ფარავს და საიდუმლოებს სიტუაციას. თუ კი ეჭვი გეპარებოდათ აქამდე და რაღაცა დააფიქსირეთ, შეიძლება აგრესიაც კი გამოევლინა, რომ როგორ ბედაურვასით რაღაცას მაგრალებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? თქვენზე რას ფიქრობს ნახოთ? თქვენ მისი მეორე ნახევარი შეიძლება იყოთ მეუღლე, შეყვარებული, ოჯახის წევრი, ადამიანი, რომელიც საკმაოდ კარგი ფინანსური შემოსავლით ხართ წარმოდგენილი და ამ ეტაპზე შეიძლება კონკრეტულ დიდ როლს თამაშობდეთ მის ფინანსურ კეთილდღეობაში, ასე ვთქვათ, თქვენ შეიძლება იყოთ წამყვანი და ასევე თქვენ შეიძლება უწევდეთ თვითშეფასებას ამ ადამიანს, თქვენ აქებდეთ და ანუგეშებდეთ, რომ იცი რა ეს შეზღუდვა ჩემო კარგო არის დროებითი, შენ ყველაფერს შეძლებ, რაღაც ესეთი мотиваცია ხო, თქვენ წარმოუდგენი ხართ როგორც რაღაც ახლის დასაწყისი ხო, დაუშვათ პროექტია ეს თუ სიახლე, რომელსაც თქვენთან ერთად ჩაეყარა საფუძველი და უნდა გაგრძელდეს უკვე სამომავლო პერსპექტივაში. კარგი საფუძველია ჩაყრილი, კარგი საძირკველია მომზადებული, ამის სამომავლოდ განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად. ხო, რას ვიხებით, აბა რა შექმენით ერთად ჩემო კარგებო, რა ხდება? თქვენ ეს ადამიანი ფაქტიურად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაიყვანეთ არა მხოლოდ, არამედ შიშებისგან გაანთავისუფლეთ, ხო? საკუთარ თავში რწმენა შემატეთ არა მხოლოდ, არამედ რისკების აღებაც ასწავლეთ. თქვენ ძალიან დიდი როლი ითამაშეთ, ხო, ამიტომ ვამბობ. 6 დროა ჩემო კარგებო, 6 დროში შეიძლება მოვიდეს კონკრეტული შედეგები. აქ არის ასევე თასების დედოფალი, რაც ნახეთ თასების დედოფალი, თასების მეფე. პარტნიორებზე არის საუბარი ამ შემთხვევაში ჩემო კარგებო, თქვენ ხართ დასაყრდენი ამ ადამიანის და ფინანსური კუთხით მატერიალური შემოსავალი აქვს მოსალოდნელი 6 დრო ჩემო კარგებო, ისე და ისე. მაგრამ ეს ადამიანი ფინანსურად შეიძლება მაინც ვარდებოდეს დიდ პრობლემებში, თუ პირადის მიმართულებით განვიხილავთ, ხომ არ არის ორი ადამიანით ურთიერთობა, თამაში, ორ ადამიანთან კომუნიკაცია მისი მხრიდან, ესეც გადაამოწმოთ ყოველ შემთხვევაში. პირველი ვარიანტი ფინანსური ასპექტის განგარიშებით ის არის იმპულსური მხარჯველი, თუმცა ყოველთვის ცდილობს დაიტოვოს რაღაცა ხელჩასაჭიდი, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე მას რესურსი ესაჭიროება ყველაზე მეტად და გადაამოწმეთ მოკლედ, რაში არის გახვეული და რას აკეთებს ეს ადამიანი. მოდი თქვენს მიმართ რა გრძნობები აქვს, ისიც გავიგოთ. როგორც წარმოუდგენი ხართ, უკვე გავიგეთ ჩვენ ეს ყველაფერი, ნახოთ ახლა რას გრძნობს თქვენს მიმართ. გრძნობს, რომ საკუთარი თავი მას არ ექვემდებარება, როდესაც საქმე თქვენ გეხებათ, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ენერგეტიკა გააქვთ და იმდენად სამართლიანი ადამიანი ხართ, ჩემო ძვირფასებო, რომ ვერ გიწევთ წინააღმდეგობას ეს ადამიანი. ფაქტიურად რომ დაგეკითხოთ, მან იცის, რომ თქვენ არანაირი იმპულსური გადაწყვეტილების განხორციელების საშუალებას არ მისცემთ და თქვენ წინ ვერ გადახტება, თუ კი შეგეკითხებათ, ანუ ამაზე საუბარი. თქვენს გვერდით შეუძლია მას, რომ უბრალოდ თავის პატარა კაფსულაში ჩაიკეტოს და მიეცეს სიმშვიდეს, მიეცეს როგორც აი ზამთარში იძინება ხოლმე ცხოველები, ხო ზოგიერთი ესეთ უდიდეს სიმშვიდეს მიეცეს და იქ განიკურნოს ამ რაღაც ტრამვებს, მისცეს უფლება, რომ დროებით დატოვოს აი ამ მავნე მიჯაჭვულობის წყალობით და მისი გამოყენებით. ხო რას აკეთებს? ხომ არ ეწევა ეს ადამიანი რაღაცეებს, ხომ არ იღებს ამისთვის, იმიტომ რომ თქვენ დიდ სიმშვიდეს ანიჭებთ, როგორც გითხარით. თქვენს ადგილას გადავამოწმებდი ჩემო კარგებო, იმიტომ რომ
ყოველთვის სიმშვიდეს მოსდევს ძალიან ცუდი იმით გაცრუება, ცუდი დანაკარგები ფინანსური ასპექტის მიმართულებით და დანაკარგებში გულის ტკივილი ეს არის უკვე კარმული. შეიძლება როგორც გითხარით, მავნე მიჯაჭვობაში ჩავარდა ბოლო დროს და ეს არის კარმული კვანძი, რომელიც ადამიანმა დაბადებიდან უნდა გახსნას, თუმცა ის იმით გაცრუებები, რაც არის თანმიმდევრი აი ამ პროცესებისა, ეს არის უკვე კარმული წრედის სახით, ხო? იმიტომ რომ ხუთიანების პენტაკლებზია საუბარი შემოძვირფასებო, მძიმე დანაკარგები, მძიმე ტვირთის ტარებასთან ასოცირებული დანაკარგები, რომელიც მუდმივად იმით გაცრუებებს იწვევს. თუმცა გრძნობა რატომღაც კი სიმშვიდეს გრძნობს, როგორც აი თავი ქუჩი როქს ადამიანს ესე გრძნობს, მაგრამ აი სასიყვარულო მიმართულებით თუ კი ჩაიფიქრეთ, მოდი ესეც გავიგოთ, თუ კი სასიყვარულო პარტნიორი არის რას გრძნობს? ტრამირებულია სხვათა შორის წარსული ტრამბები თქვენ შეიძლება დაავიწყეთ ამ ადამიანს და შემატეთ ძალა. თქვენ ხართ მისი ძალა და მას აქვს უდიდესი ემოციები თქვენს მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა ქალი ჩაიფიქრეთ თუ მამაკაცი, მას უდიდესი სასიყვარულო ემოციების ზღვა აქვს თქვენთან დაკავშირებით, როდესაც ფიქრობს. ასევე თქვენ ხართ მისი ძალა, პირდაპირ ძალის არკანი მოვიდა უმაღლესი არკანი, თქვენ მატებთ ძალას და თქვენ დაავიწყეთ წარსულში გადატანილი ძალიან ცუდი და სტრესული სიტუაციები, ამბები და ერთ დიდ სკივში ჩაკეტეთ ეს ყველაფერი და შენახეთ სადღაც ბნელ კუთხეში, სადაც აღარასდროს აღარ ჩაიხედებით, ხო? თუ რაღაცა ძალიან დიდი ტრიგერი არ მოხდა და თქვენ თვითონვე არ მოინდომეთ ამისი გამოღვიძება სამანიპულაციოდ, ასე ვთქვათ. ესეთი ამბავია, პირველი ვარიანტის შემთხვევაში ხელოვნური შეზღუდვა არის, ვისაც გჭირდებათ ადამიანზე წმინდა, აუცილებლად დამიკავშირდით შემოძვირფასებო TikTok-ზე Ninis Magic Official და ასევე Instagram-ზე UGC Nini 55. შესაბამისად თუ გსურთ რომ ადამიანს უშველოთ, ჩაეწერეთ ჩემთან წმენდაზე, მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად საჭირო არის პირადი კონსულტაცია. გადავდივართ ახლა მესამე ვარიანტზე, ვინც აირჩიეთ ესეთი საოცარი გასაღები. მოდი გავაღოთ ეს პრობლემა რა შიშებში და რა ფიქრებში იხარშება ახლა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ემოციური ტანჯვა, რასაც ახლა გადის, შემიძლია ასე ვუწოდო. არ არის ბედნიერი ეს ადამიანი, ძალიან ბევრი საფიქრალი, სტრესი, გადატვირთვა, მძიმე მენტალური პრობლემები შეიძლება იყოს. ცდილობს რომ იმედგაცრუების ძალიან ცუდი ეტაპი გადალახოს. რისი ეშინია, რომ თქვენ არ გაიგოთ თქვენთან დაკავშირებით ცხრიანობის პენტაკლები, რომ მარტო არ არის ეს ადამიანი, მარტო არ არის პარტნიორული ურთიერთობის მიმართულებით თუ აქვს ჩაფიქრებული, არ არის მარტო ეს ადამიანი და დანაკარგი, დიდი დანაკარგი, რომელიც მან სულ ახლო წარსულში გადაიტანა. აქ უკვე ძალიან ჩაიხლარდა სიტუაცია, ნახოთ. რისი ეშინია რომ თქვენ არ გაიგოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, უფრო კაფიოდ რომ გავიგოთ. ნახეთ, ცოტა არ იყოს უჭირს ინფორმაციის მოსვლა. გამოსავლის ძიება კონკრეტული გამოუვალი სიტუაციიდან, რომელიც შეიძლება პირად ურთიერთობებს უკავშირდებოდეს, დაწყებულია და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერს მოაგვარებს, რაც თვითონ გააბუჭა. კი ბატონო, სასიყვარულო ურთიერთობას ვიხებით, შემოძვირფასებო. იყო თუ არა სასიყვარულო სამკუთხედი, ნახოთ. ერთი წამით შემოკარგებო აქეთ გადაგვიხდა არკანები და რა ხდება? კი, იყო სასიყვარულო სამკუთხედის მცდელობა, დიდი ხნის წინ დასრულებული ურთიერთობიდან დაბრუნდა ადამიანი, ქალბატონი, რომელთანაც ურთიერთობა განახლდა, ეს არის სასიყვარულო ურთიერთობა, ჰარმონიულ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა რატომ არის ეს ადამიანი, ნახე, უცნაურად აგრესიული, უცნაურად დასტრესილი, ხო რეალურად შეიძლება არაფერი არ ქონდეს საამისოდ, მაგრამ ეს ადამიანი განიცდის მესამე პირთან მომხდარ ამბავს და ასევე ეშინია თქვენზე, რომ თქვენ არ გაიგოთ ეს ყველაფერი. მისი ემოციები, მისი გრძნობები განაწილებული იყო სხვა ადამიანთან, ანუ ეს ადამიანი ორიენტირებული იყო მესამე პირზე უფრო მეტად, შეიძლება უყურებელობაში ამჩნევთ ბოლო პერიოდში. რაც გასცა ეს ყურადღება, ფულიც მიცემული აქვს სხვათა შორის, მატერიალური საჩუქრებია თუ რესურსი არის, ეს ყველაფერი რაღაც დონეზე არ დაუფასდა.
იმიტომ რომ ეს ქალი მასთან დაბრუნდა ანგარიშ სწორებისთვის და არა რეალურად სიყვარულისთვის და რეალურად იმ ემოციებისთვის, რაც თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს ეგონა, იმიტომ რომ ქალბატონი წარსულში ამ ადამიანისგან არის უდიდესად გულნათკენი და დაბრუნდა, შეახსენა ყველაფერი და მოიწვია ისების ემოციები და უეცრად მიატოვა ისევ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის შესაბამისად. ეს ემოციური ტალღები, ხო, დეპრესიები, აგრესიები, უჩვეულო უხასიათობები და შეიძლება აგრესიაც კი თქვენს მიმართ ეს არის აქედან გამოწვეული, რომ ადამიანმა ახლახან გადაიტანა დაშორება და ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ თქვენ ეს ყველაფერი არ გაიგოთ. რატომ ეშინია? რატომ? შეიძლება დადმიატოვოთ ეს ადამიანი ამ ყველაფრის გაგების შემდეგ. შეიძლება უბრალოდ ადგილით წახვიდეთ ან შესაძლოა თქვენ სამაგიერო გადაუხადოთ ამ ადამიანს და მერე მიატოვოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი დანაკარგი არის აქედანაც, იქედანაც, რაც არ აწყობს. მოდი რას გრძნობთ თქვენთან დაკავშირებით? რას გრძნობს? რომ არ არის თქვენი ურთიერთობა დაცული, მას არ აქვს შესაბამისი სიმშვიდე, მოთმინება და სტაბილურობა, არ აქვს ფინანსური რესურსი იმდენად სტაბილური, რაც თქვენ გჭირდებათ. კიდევ და არ არის რეალური ემოციები მისი მხრიდან თქვენს მიმართ. პირველი ვარიანტი, მესამე ვარიანტი მომიტევით, მაგრამ არ არის ის სასიყვარულო და ის სიგიჟე ემოციები, გრძნობები, რაც რეალურად უნდა იყოს. სწორედ იმიტომ იყო აი ამ ამბავში ეს ადამიანი. მეც ვნახოთ, არის სასიყვარულო გრძნობები, თუმცა პირდაპირ გვაჩვენებს, რომ ემოციური კავშირი აღარ არის. გაურკვევლობაშია ჩავარდნილი, სასიყვარულო სამკუთხედ მას სრული ქაოსი გამოიწვია მის ტვინში, ვეღარ ერკვევა რას გრძნობს თქვენს მიმართ, აირია ადამიანი, თუმცა შეიძლება ეცადოს იმ ყველაფრის დაბრუნება, რაც იყო თქვენ შორის. მოდი რას ფიქრობთ თქვენზე, როგორი ადამიანი ხართ მისი აზრით? მისი აზრით საკმაოდ გულწრფელი ალალი ადამიანი ხართ, ემოციებით სავსე, თუმცა სამართლიანი და პატარა შეცდომასაც არ პატიობთ ადამიანს. მკაცრი. და სხვათა შორის მას გონია, რომ თქვენ ეჭვები შეიძლება გაწუხებდეთ მის სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ არის გაჟღერებული, ხო? თქვენ შეიძლება სიზმარში ნახეთ და უთხარით, ან უთხარით, რომ ისი რა ძვირფასო უგრძნობ, რომ რაღაც ისი არ არის, რა ხდება? ზუსტად იცის, რომ თქვენ ამას რაღაცა ძალით გაიგებთ, მანაც რომ არ თქვას, ხო? თქვენ მაინც გაიგებთ, ამიტომ შეიძლება ამზადებდეს ფონს, რომ რაღაცა გააზიაროს ეს ყველაფერი. ცნობილია. ძალიან დიდი სიფრთხილით მოქმედებს ყოველი მისი სიტყვა და მისი ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ არ დაინგრეს მისი იდილია აქეთაც, იცის რომ განკითხვა გარდაუვალია და უნდა რომ აცდეს განკითხვას, უნდა რომ აცდეს კრიტიკას და უნდა რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა ოჯახის სიმყარე, ოჯახურის ჰარმონიას სიტკბო არ დაარღვიოს, თუ ოჯახის წევრი არის, მეუღლე არის, ხო შესაბამისად, თუ ამაზე ვსაუბრობ და რეზონირ და ასე არის, თუ ამაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ საკუთარ თავზე არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, რომ რატომ გაცივდა ურთიერთობა, ან რატო გაცივდება, იმიტომ რომ მე დავაშავე, ამისი გააზრება არ უნდა მას, არ უნდა რომ განიკითხოთ თქვენ, რომ ხო, აი რატო გააკეთეს რაღაცა, იმიტომ რომ ეშინია საკუთარ სისუსტესთან თვალებში ჩახედვის შემოწურფასება. იმ ხოლმე დასტა არის, რომ ძლივს ვჭრი ფაქტიურად სირთულეს ემატება ამ შემთხვევაში. ხო, დაფარული ისევ საიდუმლო მოვიდა, ისევ რაღაც გამოუთქმელი, რაღაცა მნიშვნელოვანი დაფარული პროცესი მოვიდა, რომელიც აუცილებლად გაირკვევა ძალიან მალე ჩემოკარგებო. რატომღაც მინდა რომ განუგეშოთ, ასე ვთქვათ, და მოგცეთ რჩევა სამყაროსგან, მოდი გვითხრა სამყარო. როგორ უნდა მოიქცეს მესამე ვარიანტი ამ შემთხვევაში, ამ ადამიანთან დაკავშირებით? ღირს რომ ისეთ შანსები თუ არა? იცი რა, ჩემოკარგებო. მოთმინებით თქვენი მოთმინებით უნდა მოიპოვოთ ის რეალობა, რაც თქვენს გულს ასე ძალიან სურს. თქვენი სურვილი სამყაროს ძალიან კარგად ესმის და კარგად ესმით
კონკრეტულ ძალებს, რომლებიც ძალიან მალე ჩაერთვებიან პროცესში, ძალიან მალე ფარდასახდიან სიტუაციას და გამოერკვევა ეს დაფარული საიდუმლოება და ფორტუნას ბორბალი. თქვენ დარჩებით მოგებული, არ არის აუცილებელი საყვედურები, გაქცევა თუ მეუღლეზეა საუბარი, გაშორება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თქვენ მაინც რჩებით მოგებული პროცესებს ისეთ ალაგებს სამყარო და ისე ბუნებრივი ძალები, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გაქვთ თქვენ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ სანამ ჩვენ პროცესებს ვუყურებთ, ყველაფერი ზემოთ უკვე გადაწყვეტილი არის ჩვენსავე სასარგებლო, თორე გაიხსენეთ თქვენი განდრილი ცხოვრება და ყველაფერს ძალიან მარტივად მიხვდებით. თქვენ რჩებით მოგებული და თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა მთლად ბოლომდე განწირულიც არ არის. უბრალოდ ადამიანს უნდა აიძულონ, გაიაზროს მისი დანაშაული, რაც გააკეთა და გაერკვეს ის საკუთარ თავში და აღიაროს, რომ კი ნამდვილად თქვენ ხართ მისი გულის სწორი და მისთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანი. ასე რომ ფორტუნას ბორბალი თქვენთვის დაატრიალდება სულ მალე. მე გისურვებთ დიდი ბედნიერებით და სხვა სიყვარულით სავსე ურთიერთობებს. ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად მწერთ ან TikTok-ზე, ან Instagram-ზე ჩემო ძვირფასებო. მინიშნებული არის ეს ყველაფერი ვიდეოზე. არ გავიწყდებათ არხის გამოწერა, იმიტომ რომ მეტი სარგებელი მიიღოთ ჩემგან. თუ შევხვდებით შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეოზე, ველოდებით კომენტარებში. რამდენად რეზონირდა გაშარებული ინფორმაცია თქვენს რეალობასთან.